გიგი უგულავა პროკურატურის მიერ დაკისრებული 1 მილიონი ლარის გადახდას არ აპირებს. თალათის მერი აცხადებს, რომ ასეთი თანხა მას უბრალოდ არ აქვს. რაც შეეხება პროკურატურის კიდევ ერთ მოთხოვნას, თბილისის მერი მისთვის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე კომენტირებისას აცხადებს, რომ ამ მოთხოვნას პოლიტიკური ხასიათი აქვს და კიდევ ერთი დეტალი საგამოძიებო უწყება მოითხოვს უგულავამ არ დატოვოს ქვეყნის ტერიტორია, რადგან არსებობს რისკი და ალბათობა იმისა, რომ შესაძლებელია მან თავისუფლებით ისარგებლოს და გამოძიებას დაემალოს. უკვე 2 საათია საქალაქო სასამართლო ქალაქის მერის საკითხზე მსჯელობს. მას ასე მილიონიანი გირაოდა უფლებამოსილების შეჩერება. თამარ გოგრესაშვილი გვერდება ახლა პირდაპირ ეთერში ბოლო ინფორმაციით. თამარ გისმენთ. უკვე 2 საათია, რაც თბილისის საქალაქო სასამართლო ქალაქის მერის გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. მთავარმა პროკურატურამ დღეს სასამართლოს 3 მოთხოვნით მიმართა. პროკურატურამ მოითხოვს გიგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიებად გირაო იქნას გამოყენებული და თანხად ასახელებს 1 მილიონ ლარს. ასევე ბრალდების მხარე მოითხოვს გიგი უგულავას აეკრძალოს ქვეყნის ტერიტორიის დატოვება და მას დაეკისროს ვალდებულება კვირაში ერთხელ გამოცხადეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში. პროკურატურამ დღევანდელ პროცესზე წარმოადგინა საქმის მასალები და ასევე მტკიცებულებები, მათ შორის არის გიგი უგულავას რამდენიმე დადგენილება, საბანკო ოპერაციები და მოწმეების ჩვენებები. ჯოზეფ კეისთან ერთად საქმეში ასევე ფიგურირებს ნიკოლოზ ხაჩირიშვილის ჩვენება ქალაქის მერის წინააღმდეგ. რაც შეეხება დაცვის მხარემ დღევანდელ პროცესზე მოითხოვა, რომ არ დაკმაყოფილდეს არც ერთი შუამდგომლობა პროკურატურის მიერ წარმოდგენილი და გიგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ იქნას გამოყენებული. თავად გიგი უგულავა აცხადებს, რომ მილიონი ლარის გადახდას არ აპირებს და მიზეზად ასახელებს, რომ მას არ აქვს ამის ფინანსური შესაძლებლობა. მილიონის გადახდას მარტივი მიზეზის გამო არ და ვერ ვაპირებ, რომ არ მაქვს. ქართულ პოლიტიკაში მე ერთადერთ ადამიანს ვიცნობ, ვისაც შეუძლია ამის გადახდა. კოლმეურნეობის თავმჯდომარის სახელს და გვარს აღარ დავასახელებ. რაც შეეხება სხვა დანარჩენ მოთხოვნებს, როგორც მოსაუბრებელი იყო, მთავარი მოთხოვნა არის უფლებამოსილების შეჩერება, რომელიც თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. მიზანი უკვე განცხადებულია ივანიშვილის, ეს არის თბილისის მერის ხელში ჩაგდება, დაპატრონება, როგორც კოლმეურნეობის ერთ-ერთი განყოფილების. აბსურდული ბრალდება წაუყენეს მილიონიანი ქალაქის არჩეულ მერს. კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ მიმდინარეობს უკვე არა უბრალოდ პოლიტიკური ზეწოლა, არამედ სერიოზული მცდელობა არის პოლიტიკური ოპონენტების და განსხვავებული აზრის განადგურების ამ ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ ეს ააცდენს ამ ქვეყანას ჩვენს ევროპულ დემოკრატიულ არჩევანს. გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით შეფასებები გაკეთდა საპარლამენტო უმრავლესობაში. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბრალდების სიმძიმიდან გამომდინარე პროკურატურის მოთხოვნა აღკვეთის ღონისძიების შესახებ ლოგიკურია. როდესაც მიდის გამოძიება, ამ შემთხვევაში მისი თანამდებობაზე ყოფნა მიუხედავად იმისა, რომ არჩეული თანამდებობა იმაშია, რომ არ არის სწორი და მართებული, ეს გამოძიებასაც ხელშეუშლის ცხადია და ალბათ მისთვისაც არ იქნება ეს კარგი. ასეთ ვითარებაში გირაოს თანხა 1 მილიონი ლარი, მე ვფიქრობ, რომ ბრალდების სიმძიმის გათვალისწინებით და ზარალის გათვალისწინებით არათუ ბევრია, არამედ შეიძლება იყოს მწირის იმის გათვალისწინებითაც გავიხსენოთ, რომ სასამართლოს უფრო დიდი თანხაც გამოუყენებია გირაოს სახით, მაგალითად 7 მილიონი. დღევანდელ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ კიდევ ერთი შუამდგომლობა წარმოადგინა. ბრალდების მხარე ითხოვს დავით კეზერაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებას. თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურის შუამდგომლობასთან დაკავშირებით მოსამართლე გიორგი არევაძე მოგვიანებით გახდება ცნობილი. დიდი მადლობა. თამარ გოგრესაშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.